გმადლობა ალექს. რიჩარდ, დიდი მადლობა. Rabbi Goldstein. საპატიოა თქვენ გვერდით ჯდომა. ალექსმა მითხრა, რომ ჩვენი ყველაზე პატივსაცემი სტუმრები აქ არიან. ასე რომ ერთი წუთით ნაკლები მაქვს ვიდრე მეგონა. მე გავაგზელებ იმაზე საუბარს, რაც სილვანმა და სილვანმა თქვეს. და იმასაც რაც ბრუკმა თქვა და მინდა ვთქვა, რომ წითქვა, რომ ძალიან კარგია პირველ რიგში აქ ყოფნა მეგობრებთან ერთად. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია ახლო აღმოსავლეთისთვის, ისრაელისთვის. იცით, სამხედრო თვალსაზრისით ისრაელმა აჩვენა გამორჩეული წარმატება და ძალა, სიმტკიცე. და შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ მოხსენით დაუყოვნებელი ეგზისტენციალური საფრთხე ირანის ბალისტიკური და ბირთვული იარაღის პროგრამის დიდი ნაწილის განადგურებით. მაგრამ ისრაელისთვის ყველაზე რთული გამოწვევა სამხედრო ბრძოლის ველის მიღმა უფრო ძნელად შესამჩნევია. ეს გავლენისა და აღქმის გამოწვევაა. ეს ფსიქოლოგიური ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ბოლო ინტერვიუში, რომელზეც ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, რომელიც დღეს სავამოს სიტყვასიტყვით მოვიყვანე, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა თქვა. მან იფიქრა, რომ ისრაელის პანიკა და გადაჭარბებული რეაქცია ამერიკასა და ისლამურ რესპუბლიკას შორის ფორმირების პროცესში მყოფ ურთიერთგაგების მემორანდუმზე გარკვეულწილად ასახავდა ისრაელის უნდობლობას ამერიკის მიმართ. მაგრამ ფიქრობ, თუ მოусმენთ, რას ამბობს სილვან, ძალიან ყურადღებით უნდა მოусმინოთ, რადგან დოქტორმა სებასტიან გორკამ, რომელიც დღეს თეთრ სახლში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, დაახლოებით 1 საათის წინ ძალიან მსგავსი რამ თქვა. თუ თქვენს X გადაამოწმებთ. და ვფიქრობ, რომ ყველას გვმართებს ჩვენი ეჭვები მიუმართოთ ჩვენს საერთო მტერზე, ისლამურ რესპუბლიკაზე და მათ ტერორისტულ პროქსებზე და არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და შეერთებულ შტატებზე. ბოლო 47 წლის განმავლობაში, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვუყურებდით, როგორ ატყუებდა ირანის რეჟიმი მსოფლიოს. მათ მოატყუეს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო მათი ბირთვული იარაღის პროგრამის შესახებ. მათ უარყვეს, რომ აფინანსებდნენ, ამარაგებდნენ და მართავდნენ მათ მკვლელ ტერორისტულ პროქსებს. და ამავე დროს სპარსულ ენაზე ირანის ლიდერებმა ხომეინისგან აჰმადინეჟადამდე, რომლებიც ჩვენთან აღარ არიან, და ხამენეიმ, რომელიც ჩვენთან აღარ არის, გამოაცხადეს რეჟიმის განზრახვა ისრაელის განადგურების შესახებ რადიკალური შიიტური მაჰდის მესიის ძიებაში. ირანის მოტყუება მისი სრული ჯიჰადის ომის სტრატეგიის ნაწილია და ისინი მარტო არ არიან. დასავლეთსა და ისრაელის მტრები იბრძვიან გულებისა და გონებისათვის, ნარატივებისათვის, თვის, ლეგიტიმურობისათვის, რეალობის ხელახლა შექმნისათვის. ეს და მანამდეც 10 წლეულების განმავლობაში ისრაელი ცილს წამებენ როგორც კოლონიურ, აპარტეიდულ, რასისტულ და გენოციდულ სახელმწიფოდ და კიდევ უფრო წარმოაჩენენ როგორც არალეგიტიმურ და როგორც არალეგიტიმურ და უკანონო სახელმწიფოდ. და ამ ცუ ნარატივში, ძვირფასო მეგობრებო, ისრაელის თავდაცვას უწოდებენ აგრესიას, მის გადარჩენას უწოდებენ დომინაციას, ხოლო მის უსაფრთხოებას ჩაგვრას. მაგრამ იდეოლოგიური და პოლიტიკური იერიში ებრაულ სახელმწიფოზე და ებრაელ ხალხზე არის ისლამიზმის, რადიკალური მემარცხენეების და ექსტრემისტული მემარჯვენეების შერწყმა. დღეს ეს წითელი, მწვანე და ყავისფერი იერიში გასაგვირად უკვე შეერთებულ შტატებში ძლიერდება. ეს არ არის ალიანსი. ეს არის პარალელური იერიში, რომელშიც თანმხვედრილი ინტერესები ებრაელი ხალხის ერთადერთი ეროვნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთიანდება. მათი საერთო მიზანია ისრაელის განადგურება და სიონისტური პროექტის დაშლა, რაც უფრო ფართო პროექტის ნაწილია დასავლური ცივილიზაციისა და გავლენის წინააღმდეგ. ამ გლობალური იერიშის ფესვები თაობებს უკან მიდის და ისინი შუა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ვრცელდება. თითქმის 100 წლის წინ ვფიქრობ ჩვენგან ყველა ან უმეტესობა ამ ოთახში ახსოვს ჰაჯ ამინ ალ-ჰუსეინი, იერუსალიმის პირველი დიდი მუფტი, ჰიტლერისა და ნაცისტების ახლო მოკავშირე. მან ჩაუყარა იდეოლოგიური საფუძველი ისრაელში ებრაული სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ თანამედროვე პოლიტიკურ ომს. 1954 წელს ბერლინიდან არაბულ ენაზე გადაცემაში მან განაცხადა: მოკალით ებრაელები, სადაც არ უნდა ნახოთ ისინი. მან მოითხოვა თელ-ავივის დაბომბვა და ებრაელებისთვის საბოლოო გადაწყვეტის განხორციელება წმინდა მიწაზე. ახლა მის განადგურებაზე ორიენტირებულ იდეოლოგიას იზიარებდა 1928 წელს დაარსებული მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ისლამიზმიც. და მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში საბჭოთა კავშირი და ჩინეთის კომუნისტური პარტია იყენებდნენ პალესტინის საკითხს იარაღად, გადააქციეს იგი ლტოლვილთა პრობლემიდან მესამე სამყაროს გათავისუფლების მოძრაობათობად. გლობალური უკიდურესი მემარცხენეებისთვის მთავარ სიმბოლოდ და საყვარელ თემად იქცა.
ისრაელი წარმოაჩენდნენ როგორც დასავლური კოლონიზაციის, იმპერიალიზმისა და ჩაგვრის უმაღლეს მაგალითს. და აქ მთავარი იდეა იყო ისრაელის დისკრედიტაცია და შეერთებული შტატების დასუსტება. ისრაელის დისკრედიტაცია და მისი გამოყენება შეერთებული შტატების დასასუსტებლად. არაბული სახელმწიფოები და საბჭოთა კავშირი უსასრულოდ და დაუნდობლად ესხმოდნენ თავს ისრაელს გაერთიანებულ ერებში. მაშინ როცა ჩინეთი პალესტინელ ტერორისტებს დახმარებასა და იარაღს აწვდიდა. ეს გაუქმების კამპანია PIX მიაღწია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 3379-ში 1975 წელს. სიონიზმი არის და წარმოადგენს რასიზმს და ისრაელმა პრაქტიკულად ვერაფერი შეძლო, რომ ეს აეცილებინა. ის რეზოლუცია იმ მომენტში გახდა ისრაელის დღევანდელი უარყოფის მთავარი საფუძველი და ჩემი შეფასებით პირდაპირ გზა გაუხსნა 7 ოქტომბრის შეჭრასა და მასობრივ მკვლელობას. ეს ცითამწვანე იერიში გაგრძელდა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს. აიათოლა ხომეინიმ გაერთიანდა ირანის კომუნისტებთან, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან და საბჭოთა კავშირთან. შემდეგ ირანის რეჟიმმა გაწმინდა თავისი სოციალისტი თანამოაზრეები და გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე საშიშ ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, რომელიც ავითარებს მსოფლიოში ყველაზე საშიშ იარაღს. ისლამისტებმა აიათოლებიდან ოსამა ბინ ლადენამდე და ჰამასამდე ისწავლეს დასავლეთისთვის მიმართვა ადამიანის უფლებებისა და ანტიიმპერიალიზმის პროგრესული ენით. ბინ ლადენმა ამერიკა და ისრაელი ერთად დაასახელა როგორც სიონისტურ ჯვაროსნული ალიანსი. გახსოვთ მისი წერილი ამერიკას, რომელიც 9/11-ის საშინელებიდან სულ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდა. ის ამტკიცებდა, რომ დასავლეთის ჩარევა მუსლიმურ სამყაროში მარადიულ ჯიხადს გამოიწვევდა. და 7 ოქტომბრის შემდეგ ბინ ლადენის წერილი ამერიკას TikTok-ის სენსაციად იქცა 2023 წლის ნოემბერში. მისი არაჩარების გზავნილი განსაკუთრებით შეეხო ახალგაზრდა ამერიკელებს, რომლებიც ისრაელ-ჰამასის ომს ღაზის სექტორში ადევნებდნენ თვალს. ეხლა რაღაცა ერთია ახალი ამბავი. დღეს დოქტორმა ერვინ მანსდორფმა, იერუსალიმის უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა ცენტრის უფროსმა მეცნიერმა და მკვლევარმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომელსაც შეგიძლიათ ნახოთ jcf.org-ზე. მოусმინეთ ამას. 50%-ზე ნაკლები ამერიკელი ამბობს, რომ ირანი, ირანის რეჟიმი ამერიკის შეერთებული შტატების მტერია. გამოკითხულ ამერიკელთა 50%-ზე ნაკლები ამბობს, რომ ირანი ამერიკის შეერთებული შტატების მტერია და მხოლოდ 60%-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ისინი თვლიან 9/11 დაკავშირებულია რადიკალურ ისლამთან. და სწორედ ასეთი უცოდინრობაა მიზეზი იმისა, რატომაც ახლა ცოტათი შეშფოთებულები ვართ. ისრაელის წინააღმდეგ წითელი, მწვანე და ეხლა უკვე ყავისფერი ნარატივის შეტევა დასავლური დისკურსის მთავარ ნაწილად იქცა. და შაბათის წინ ნიუ-იორკიდან დაბრუნებულმა, სადაც პატივი მქონდა მონაწილეობა მიმეღოს სალუტ ისრაელის აღლუმში, რომელიც ნიუ-იორკის ჰამასის მხარდამჭერმა მერმა და მისმა მეუღლემ ზუხაირ მამდანიმ უბრალოდ აიპაკად მოიხსენიეს უჩხულები. მისი საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერმა პალესტინელი ამერიკელი ჰამასის მხარდამჭერმა აქტივისტმა ლინდა სარსურმა განაცხადა, რომ ამერიკულ პოლიტიკას გაწმენს დემოკრატიული სოციალისტებისა და განსაკუთრებით ისლამისტების სახალისებით, რომლებიც თავისუფალ პალესტინას უჭერენ მხარს. მდინარიდან ხვამდე. სარსუის თანამოაზრე და პალესტინელი ამერიკელი აქტივისტი ნერდინ კასვანი სანის სამართლის სკოლიდან გახსოვთ ის ექსტა. მან სკანდირებდა: ჩვენ ყველაფერს გვინდა, რითაც ისრაელის სახელმწიფოს გულისხმობდა. რას გვიჩვენებს ეს? ისევე როგორც 2001 წლის ინტიფადამ გააკეთა და ისრაელმაც კი დათანხმდა ოსლოს სამშვიდობო გეგმებს 80-იან წლებში შედეგი. ინტიფადა გლობალიზდა, ეს ნარატივი დასავლეთის გონებაში ჩაბეჭდეს. და ოსლოში 30 წელზე მეტი ხნის წინ, უпростоრად 33 წლის წინ, ისრაელი გაება მახეში და დაიწყო მოლაპარაკებები ჯიჰადისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, პალესტინის ავტონომიასთან და ფათახთან, რომლებიც ჩვენი განადგურებისკენ არიან მიმართული. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შეგვეძლო პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის DNM-ის გადაკეთება და მისი გარდაქმნა ზომიერ სტრუქტურად, რომელსაც პალესტინის ავტონომია ეწოდება. კატასტროფული შეცდომა იყო, მივიღეთ გაკვეთილი. ეხლა ამ გაკვეთილს ვიყენებთ. ძალიან მალე ჩვენზე ზეწოლას მოახდენენ ძვირფასი მეგობრები. და გთავაზობთ თქვენ, შეერთებული შტატებიდან და ევროპელებისგან, როგორც ბრუკმა აღნიშნა, კიდევ ერთი ტერორისტული ისლამისტური პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, რაც იქნება მოკლე გზა შემდეგ 7 ოქტომბრამდე და ჩვენი აზრით, ამას არც ერთი ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს. მაშ, სად დაგტოვა ოსლოს და ღაზის დისტანცირებამ დღეს?
ტერორი, 7 ოქტომბერი, გლობალური გაუქმება, იზოლაცია და უარყოფა. პალესტინის ავტონომიამ და ჰამასმა ჩვენი ლეგიტიმურობა თავდაღირად ააღენეს და შედეგი სრული გაუქმება იყო. კამპანიას სახელწოდებით BDS გაერო გვაიგივებს ტერორისტებთან. გენოციდის ბრალდებები ჰაგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოში. ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ყოველთვიურად აქვეყნებენ ანგარიშებს ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის მხარდამჭერი დემონსტრაციები უნივერსიტეტებსა და მსოფლიოს ქუჩებში. რუსები, ჩინელები, ისლამისტები და გლობალური მემარცხენეები თავს ესხმიან ისრაელსა და ამერიკას. პოლიტიკური, დიპლომატიური ომი, იურიდიული ომი, ფსიქოლოგიური ომი, მედიის დამახინჯებები. ეს არის მერვე ფრონტი, რომელზეც დღეს საღამოს ვისაუბრეთ. და ეს მერვე ფრონტი ისწრაფვის ისრაელის სახელმწიფოს დაშლისა და განადგურებისკენ. ჩვენი დიასპორის ებრაულ საზოგადოებასა და შეერთებულ შტატებთან გაყოფით. ეს იდეოლოგიური მასშტაბის ბირთვული ბომბი უკვე ჩამოაგდეს ამერიკელებზე და მისი შედეგი ისრაელის საერთაშორისო საზოგადოებაში რადიოაქტიურ მასალად აქცია. მაშ, რა უნდა გააკეთოს ისრაელმა ამჟამად, რომ ინფორმაციული ომის კამპანია სათავეში ჩაუდგეს? და ეს უნდა გავაკეთოთ ახლავე. ეს არის ტიკუნის გამოსწორების მომენტი. უნდა ვიყოთ ჭკვიანები. ჩვენ მართალი ვართ, მაგრამ ჭკვიანები უნდა ვიყოთ. უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს მთრებზე და არა საჯაროდ დავესხათ თავს ჩვენს მოკავშირეებს. უნდა გადავიდეთ შეტევაზე მერვე ფრონტის მხილებითა და შეტევით. უნდა მოვთხოვოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს პასუხი. უნდა გავამჟღავნოთ რადიკალიზმი და ვიმუშაოთ აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაზე, ასევე იმაზე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა 2024 წლის ივლისში. აბრაამის უსაფრთხოების ალიანსი, რომელიც ჩემი რწმენით უახლოეს თვეებში შედეგს გამოიღებს. ეს იყო ჩვენი მისია იერუსალიმის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა ცენტრში, ასევე ჩვენი ერთობლივი მუშაობა ახლო აღმოსავლეთის გუნდთან, რომელშიც არიან ებრაელები, არაბები, მუსლიმები, ქრისტიანები, დრუზები, ქურთები და ირანელები. ახლო აღმოსავლეთი ბოთლში იერუსალიმიდან. და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ისრაელი არის გზა უფრო სტაბილური, უსაფრთხო და აპოვებული ახლო აღმოსავლეთისკენ, სადაც არ არსებობს ტოლერანტობა მავნე აქტორების ან საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ ცილის წამებასა და ბოროტად გავრცელებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ნულოვანი ტოლერანტობა. ისრაელის სწორ მიმართულებით მიდის და საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის გადაწყვეტება გადახვეთილება გაწყვეტოს კავშირი ევროკავშირის ოფიციალურ პირთან, კაია კალასთან, რომელმაც ისრაელი აპარტეიდის ცილის წამებით დაადანაშაულა, ძალიან კარგი დასაწყისია. მაგრამ ისრაელს ჯერ კიდევ სჭირდება უფრო სტრატეგიული და ინსტიტუციური გადაწყვეტა. ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ ეროვნული სტრატეგიული გავლენისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველო. და ის პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ოფისს უნდა ექვემდებარებოდეს. ეს შტაბი გააერთიანებს და დააკოორდინირებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განყოფილების, სადაზვერო სააგენტოების, კიბერერთეულების, სადარაო საქმეთა სამინისტროებისა და ჩვენი ყველა საელჩოს მესიჯებს მთელ მსოფლიოში. და დირექტორატი გლობალურად დააკვირდება. ის 18-ის დროულად გამოავლეს საფრთხებს, სწრაფად და თანმიმდევრულად უპასუხებს. ის გამოიყენებს მონაცემებსა და ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, ღია წყაროების დაზვერვას, ნარატივის ანალიზს კრიზისების თავიდან ასაცილებლად და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის. ასევე უნდა გამოავლინოს ჩვენი მტრები უწყვეტ რეჟიმში შეერთებულმა შტატებმა შექმნა მსგავსი ოფისები საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად, თუ გავიხსენებთ 1980-იან წლებში. მიხარია, რომ შემიძლია ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრო თქვენთან. ისრაელმა უნდა გაიგოს იმ ომის ბუნება, რომელსაც ის ეჯახება და შესაბამისად იმოქმედოს. ეხლა მოქმედების დროა. მადლობას გიხდით ამ საკითხზე ყურადღებისთვის.